ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მე-11 საუკუნის უნიკალური ძეგლია, რომელიც ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის სოფელ ილორში მდებარეობს და საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიწმინდედ ითვლებოდა. ტაძარი განსაკუთრებულია როგორც თავისი არქიტექტურული გადაწყვეტითა და ქართული წარწერებით, ისე ისტორიული მნიშვნელობითაც. დღეს ილორის წმინდა გიორგის სახელი უკვე თბილისშიც განაგრძობს სიცოცხლეს. დედაქალაქში აღმართულია ამავე სახელობის ტაძარი, რომელიც აშენდა იმ ტერიტორიაზე, რომელიც ბატონმა ზურაბ ჩიქოვანმა უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს საპატრიარქოს. სწორედ ამ ნაბიჯებმა შესაძლებელი გახადა, რომ თბილისსაც ჰქონოდა ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც დღეს მრავალი ქრისტიანი ადამიანის სულიერი თავშესაფარია. რა დატვირთვა აქვს თქვენთვის ილორის წმინდა გიორგის, რადგან თქვენი ინიციატივით დაერქვა ტაძარს სახელი? ჩემთვის კი არა, მთელ საქრისტიანოსთვის აქ ილორს უზარმაზარი დატვირთვა. აქ მთელი მეკა იყო. ჩამჩირეში ჩამოდიოდნენ ყველა ქვეყნიდან მართლმადიდებლები. დღეს ვინაიდან ჩვენი დევნილი მოსახლეობა ქართველი ვერ მიდის იქ, ერთ დღეს ჩემს ორ მეგობართან ერთად საუბრისას ილორზე ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ აქ მეტოქიონი აგვეშენებინა. და პატრიარქმა მიგვიღო, როდესაც უთხარით მიზეზი მოსვლისა, გაუწყინდა თვალები და კითხა სადაპირებთო ბოლოს. მე წარდექი და აუხსენი ეს ყველაფერი. სადაპირებთო. თქვენ კურთხევას ველად ნაკურთხიაო. ეგრევე. და მქონდა საკუთრივ 1327 კვადრატი, იქ კიდე მეზობლად იმათ გაიღეს და ასე დავიწყეთ აშენება. ჩემ შვილს კახა ჩიქოვანს, მის სახელს, მისი სახელით შევწირე ეს ქართულ საპატრიარქოს ილორის ასაშენებდა. და ასე დავიწყეთ ამის აშენება. ასე რომ იქ ილორის წმინდა გიორგის ეკლესია აერთიანებს 4 წმინდანის სახელს. წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზის, წმინდა ნინოსი და წმინდა ამბროსი ხელაიას. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან გავასვენე ჩემი ნიკუშა. ბაბუენა ცხოველს. 4 წლის წინ კოვიდმა, ტრომბმა წამართვა მეუღლე. ის გავასვენეთ წმინდა გიორგის ილორის ეკლესიიდან. ხერე ამას მოყვა ჩემი დის შვილის ნიკოლოზ ნიკა ემხვარის, რომლის ხატვარი არაჩვეულებრი. ასე რომ ეს ტაძარი უკვე მომქმედია დიდი ხანია და ჩემიანების როიტყვიან ყველა სიმერა. მე ეს სამი ტკივილი გავასვენე იქიდან. როგორი იყო ემოცია, როდესაც პირველად ამ ტაძარში დაესწარით ღვთისმსახურებას? სანამ ამაზე გიპასუხებთ, მანამდე ბრინჯაოს უზარმაზარი ეს ჯვარი რომ დაიდგა კრანით. ბოლო კოცნა მე ვაკოცე და აწი იმას ღმერთის გარდა ვერავინ ვერ აკოცებს. ხო და რა ემოციები უნდა იყოს? ემოციები, ეს ემოცია შეიძლება შედარდეს შვილის დაბადებასთან. შვილის. ეს ხო უზენაესია. ხომ არ გეგმავთ მომავალში სხვა მსგავსი საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას? მე 80 წლისა ვარ შვილო. თებერვალში გადავაბიჯე 80 და ერთხელ ვიხუმრე ახალგაზრდებმა 100 წელი იცხოვრეთ, 100 წელიო და ბაბუა გამახსენდა, რომელიც თავის შვილს
უბრაზდებოდა, როდესაც ის ეუბნებოდა 100 წელს. ვინ კითხავს ალეკო ჩიგოვანს? რომელი იოსე ქრისტე მაგი მყავს, რომ მიწესებს აქ 100 წელი, 100 წელი. ეგებეთი მინდა გესმის და ეს გამახსენდა და ვიხუმრე და ვინც პირველად 100 წელი იცხოვრე, იცოცხლეთ რომ მითხრა, მეუთხარი ამბობ, მაგრამ სერიოზული სახით ეს ბოლო სიტყვას ვიძახი, ასენი ყველა ახალგაზრდები 7 თუ 9 კაცი ვიყავით. ხო და ამ ბოლო დროს მეუთხარი რაღაცა უცნაურობა დამჩემდა. ავიჩემე ყვავი. არ ამჯერა რომ ის 300 წელიწად ცხოვრობს. მაქსიმუმ 200 ჩემი ვარაუდით. ხო და დავაჭერინე ყვავი, ახალგაზრდა ყვავი, გაუკეთე ჩიპი და გაუშვი ახლა ნიკარაგუა თუ სადღაც იქითკენ არის დაფრინავს. ეს უყურებს კომპიუტერი დღევანდელი. ეს ტექნიკა ისეა რომ აი 200 წლის შემდეგ მე დაგირეკავ. ეგეთყვი რომ გამართლა ჩემი ვარაუდი ვერ იცოცხლა 200-ზე მეტი. გაშეშდა ეს სყოლანი. იმიტომ რომ სერიოზულად ვიძახი. მე ვთხარი ხუმრობა. ასეა ზოგჯერ ხუმრობაც. და უძლებს და გვიძლებს ეს ცუდი სოფელი. მაგრამ მე მინდა ცოტა პატრიარქზე. არა ერთჯერ ყოფილვარ მასთან, საოცარი სითბო გადმოდის მისგან, საოცარი რაღაც. და ერთხელ მახსოვს გავკადნიერდი და დაუწერე ლექსი, ჩარჩოში ჩავსვი. რეზონანსი იყო მაშინ გაზეთი, ამ გაზეთში გამოვაქვეყნე და მივართვი პატრიარქს. დახედა ამას. ეთყობა წაიკითხა სათაური და გადადო სეპირა თუ იციო. კი მეთქე. თუმცა ერთ ადგილას მესლებოდა. ღმერთ შევავედრე ოღონდ დღეს შემისრულა. ხოდა წაუკითხე ასე წუთი თავი არ აუწე 2 წუთი ალბათ მეტი ბოლო საათი კორქი ლექსია მაგრამ რთული ლექსიაო მითხრა როგორც რთული ეპოქა რომელსაც თქვენ ასე ბრძნულად მოძღვრავთ მე ვთხარი გაებადრე სახე ჩავეხლდე დიდებული პიროვნება ხალხის მიერ სიცოცხლეშივე წმიდანად შერაცხულ ილია მეორეს დაღვრილი სისხლი ღიმილიანი ჩუქება ტყვის თვალებ დათხრილი უღმერთო და შხამ ჩამოღრილის twin ჩალოსმული დუღილი სულის დასერვა გულის და ღაღადისი უზნეობის და უგულობის მზერა ჩამქრალი პონტოს ზვირთის ამავეების ნორ ჩუბადრუქთა ამაყი და ულევი ბოდვის გაყინულ twinთა და ბოღმილთა გაუტანლობის საბალახოზე გამოყრილი მამლუქების კივილი მიწის სეტყვა ბრინვა დაცემა მეხის შორს გატყორცნილი ბოღმის ისარი ხვალ დასახვედრის და მაინ დობა დიდი რწმენა ძუძუმტეობის სამშობლოს ლოცვა ოჯახის და ძმათ ნაფიცობის ურწმუნო სულთა მოფერების გაჯანცაღების მამულისათვის თავ დადების და თავ განწირვის უსულო გულის კვლავ ჯანსაღის სულის ჩაბერვის უიმედობის ბრძოლა იმედთან და დამარცხების ლაჩარის ხთალის არარაობის მოხლებზე ჩოქვის მამაცთა რწმენა გამარჯვება გამოდარების ლოცვა შვილების შვილთა შვილთა შთამომავლობის მამულის ენის რწმენის მირონის ძირცველ ქართულის არ დავიწყება რაინდების ამორძალების ილორის ლოცვა კოლ ხიბერთა წანის დიდგორის დედა ღვთისმშობლის ფარველობის
ხვალინდელი დღის და უწმინდესი პატრიარქის ლოცვა კურთხევის